ეს პატიმარი გიორგი ფიცხელაურია 33 წლის კაცი, რომელიც შაბათის ეთერს გლდანის ციხიდან დაუკავშირდა და ირწმუნება, რომ საპყრობილეში 9 წლიანი მუხლით ივანიშვილის ხელისუფლებამ მხოლოდ იმის გამო გაუშვა, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს თელავში ქართულ ოცნებას ხმების მობილიზებაში არ დაეხმარა. გიორგი ფიცხელაურს 9 წლიანი პატიმრობა მისი თქმით იმ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების გამო ემუქრება, რომელიც არასდროს უნახავს და არც შეხება არ ჰქონია. გლდანის ციხის პატიმარიც და მისი ოჯახიც ირწმუნება, რომ მას იარაღი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაუდეს და ციხეში შეკერილი საქმით პოლიტიკური ანგარიშწორების მოტივით გაუშვეს. 9 წელი ემუქრება ჩემს ქმარს, იმიტომ რომ არჩევნებში არანაირი დახმარება არ ქონდათ გიორგისგან. გასხოვეს დახმარება და არ. კი, არ ეხმარება და არც ერთ არჩევნებში არ იღებდა არანაირ მონაწილეობას. ფიქრობთ, რომ ამის გამო? კი, ძალიან გაბრაზებულები არიან და ამით დაგვსაჯეს, მარტო გიორგი არა, მთლიანი ოჯახი დაგვსაჯეს. ყველაფერი კი თელავში 10 მაისს საღამოს 6 საათზე დაიწყო. იმ დღეს გიორგი ფიცხელაური სოფელ კურდღელაურში სახლში იმყოფებოდა და 8 წლის შვილთან ერთად მეგობართან ლუდის დასალევად წასვლას აპირებდა. ფიცხელაური წარსულში ნასამართლევია, მართვის მოწმობა არ ჰქონდა, ამიტომ მეგობარს შეუთანხმდა, რომ მასთან სახლში ავტომობილით მისულიყო. ჩემი ქმარი, ანუ მეგობართან რომ უნდა წასულიყო, ელოდებოდა აი ამ ტერიტორიაზე, ახლა სადაც გაჩვენე, საიდანაც გაიტაცეს კონკრეტულად ბავშვთან ერთად, იმიტომ რომ ჩემი შვილიც უნდა წაიყვანა. რამდენი წლის არის? 8 წლის არის ჩვენი შვილი. იმ დროს, როდესაც შვილთან ერთად ფიცხელაური მეგობარს სახლთან ელოდებოდა, საქმის მასალების მიხედვით კახეთის პოლიციის დეპარტამენტში მისი დაკავების სპეცოპერაცია მზადდებოდა. ამ ფაქტს ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და მათ შორის ეს ოპერატიული პატაკი ადასტურებს. ეს ადამიანი წერს პატაკს საკუთარ კაბინეტში, რომ თითქოს იმ გამომძიებელმა ყვარელში 2 რაიონის იქითაკედან მიიღო ინფორმაცია, რომ გიორგი ფიცხელაური აქ გადაადგილდება, ოღონდ კონფიდენციალური ინფორმაციაა და არასახელებს ვისგან იღებს და რა სახით მიიღო, რა წყაროთი მიიღო, რა ვიცი, დრონებით დაინახეს აქ გიორგი, ვინმე ასე ვთქვათ, წყემს იმოძრავდა და მან დაინახა და ყვარელში დაურეკა პოლიციელს. თუ გაურკვეველია. შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული პატაკით დგინდება, რომ 10 მაისს ყვარლის პოლიციის დეტექტივების განყოფილების უფროსი ივანე წიწრიაშვილი მის უფროსს ატყობინებს, რომ ყვარელში მის სამუშაო კაბინეტში ოპერატიული ინფორმაცია მოიპოვა, რომ თითქოს გიორგი ფიცხელაური თელავში, ანუ სხვა რაიონში, ერთ-ერთ დაუსახლებელ ტერიტორიაზე, სადაც არც სათვალთვალო კამერებია და არც მოსახლეობა არ ცხოვრობს, ცეცხლსასროლი იარაღით სეირნობდა. ჩემს მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად გიორგი ფიცხელაური ამჟამად ქალაქ თელავში იმყოფება და ქვეითად გადაადგილდება ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე. თან აქვს ცეცხლსასროლი იარაღი და შესაძლოა ინახავდეს მასრებსაც მის კუთვნილ მისამართზე. ახლა ჩნდება კითხვა, რა ღონისძიებები ჩაატარა ამ პატაკის საფუძველზე პოლიციამ. დაურეკეს თელავის სამმართველოს რეაგირებისთვის, რომელიც დანაშაულის ადგილთან უფრო ახლოს იყო, თუ თავად ყვარლის განყოფილება წავიდა ფიცხელაურის დასაკავებლად და რამდენად რეალურია პატაკში პოლიციელ ივანე წიწრიაშვილის მიერ მისი უფროსისთვის მიწოდებული ინფორმაცია. ფაქტების გადასამოწმებლად შაბათის ეთერი ყვარელში პოლიციაში მივიდა, მაგრამ სავარაუდო ყალბი დოკუმენტის ავტორი სამართალდამცველი ჩვენ დაგვემალა. მისმა უფროსმა გიორგი რევაზიშვილმა კი გითხრა, რომ ის სამსახურში არ იყო. მე ვეძებ ბატონ ივანე წიწრიაშვილი. არ არის დღეს ბატონ ივანე. სად იმყოფება? ისონის. ბატონ გიორგი, თქვენ პატაკით მოგმართათ 10 მაისს ბატონმა წიწრიაშვილმა. გახსოვთ? შემდეგ გახსოვთ? რა მნიშვნელობა? გახსოვთ თუ არა? მახსოვს ბევრი რამე, ბევრი არა. კაი, კერძოდ 10 მაისს რომ მოგმართათ ეს დღე გახსოვთ? სასამართლოზე ვარ? კითხოს გისვამთ, ხო და გეკითხებით, გახსოვთ თუ არა? ყვარლის პოლიციის უფროსმა პატაკის შინაარსი ვერან არ გაიხსენა, მაგრამ ეს დოკუმენტი რომ სავარაუდოდ ფალსიფიცირებულია, რამდენიმე გარემოება ადასტურებს. საქმის მასალებში არ ჩანს, მაგრამ დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მოწმეების ჩვენებებით დგინდება, რომ ამ დოკუმენტის გაფორმებიდან რამდენიმე წუთში გიორგი ფიცხელაური არასრულწლოვანი შვილის თვალწინ სახლიდან რამდენიმე მეტრში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გაიტაცეს. საბოლოოდ კი დაკავების ოქმი გააყალბეს და
დაწერეს, რომ ის თითქოს ძველი ქარხნის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა. უკვე ჩასაფრებულები იყვნენ აი ამ ქუჩიდანაც სხვათა შორის მე უკვე რომ ვაკვირდებოდი მეზობლებმაც რო თქვეს რა რომ თლიანი დღის განმავლობაში ანუ თეთრი შკოდა ასე ვთქვათ დადიოდა ერთ-ერთმა რომელიც გადმოსული იყო მანქანიდან ერთ-ერთმა გაწია ბავშვი და აქედან უკვე ეჭვირო გაუჩნდა ბავშვს გამოიქცა მაგ დროს უკვე ჩემთან და აი ყველაფერი მომიყვა რომ რანაირად წაიყვანეს ეს არ იყო წაყვანა ეს იყო მართლა გადაცემა ოპერატიული პატაკი რომ სავარაუდოდ ფალსიფიცირებულია და ძველი ქარხნის ტერიტორიაზე იმ დღეს გიორგი ფიცხელაური რომ თავად არ მისულა ამ გარემოებას შაბათის ეთერს დაკავებულის ის მეგობარიც უდასტურებს რომელიც მას ამ სპეცოპერაციამდე რამდენიმე წუთით ადრე ესაუბრა ზუსტად 5 საათსა და 55 წუთზე მითხრა ის რომ ბავშვთან ერთად იყო თან ტელეფონზე ველაპარა მესენჯერის მეშვეობით ვლაპარაკობდი ტელეფონზე რა და რომ გაუთიშე ტელეფონი მოვედი გიორგის ბავშვი ატირებული დამხვდა აიქ და აი მიმდინარე მანქანას ზედ აი როგორ ვთქვა მოახტასავით ესე რო ვთქვა რა რომ ლევანძია მიშველე მამა წაიყვანეს ვიღაც დიდმა ბიკაცებმა ოჯახმა 30 წლის კაცის ძებნა მთელს თელავში დაიწყო, მაგრამ მის კვალზე ვერ გავიდნენ. ამ დროს ირკვევა, რომ გიორგი ფიცხელაური სამართალდამცველებს ძველი ქარხნის დაუსახლებელ ტერიტორიაზე პრაქტიკულად უკანონოდ ყავდათ გატაცებული. ადვოკატი ამბობს, რომ ადგილი წინასწარ სპეციალურად იყო შერჩეული, რადგან იარაღის ჩადების ფაქტს არც თვითმხილვალი და არც დამატებითი მოწმე არ ეყოლებოდა. გიორგი ფიცხელაური მოყავთ ამ ტერიტორიაზე, ხელები აქვს გაკრული უკან. იმდენ ხანს ჩერდებიან პოლიციელები, რომ მათ შივდებათ აქ, რეკავენ პიცერიაში თელავში, ამზადებინებენ პიცას, ერთ-ერთი მანქანა გაემგზავრება პიცის მოსატანად, გიორგის აჩერებენ დაახლოებით 2 საათი და 50 წუთის განმავლობაში აქ პარალელურ რეჟიმში. გიორგიზე მიდის, ასე ვთქვათ, სიტყვიერი ზეწოლა, რომ ეუბნებიან, რომ ეს იარაღი შენია, ეს იარაღი რატო ქონდა? კაცი ამბობს, რომ ეს იარაღი მე არ მქონია. უფლებადამცველი ამბობს, რომ უკანონოდ დაკავებული ფიცხელაურის პირისრუდან ძალის გამოყენებით აიღეს მისი ნერწყვის ნიმუშებიც. მას ხელები აქვს უკან გაკრული და მის პირში ვიღაც ერთ-ერთი პოლიციელი, რომელსაც ხელთათმანი აქვს ხელზე, ახდენს პირის ღრუში თითების შეყოფას, ასე ვთქვათ, წარმოუდგენელი დნმ-ის ასაღი. ნერწყვის ნიმუშის უკანონოდ მოსაპოვებლად, რომელსაც გიორგის თვალწინ უსავენ იმ იარაღს, რომელი იარაღსაც გიორგის საზურგეში დებენ და ეუბნებიან ეს იარაღი შენია. გიორგი ფიცხელაურისთვის იარაღის ჩადების პარალელურად პოლიციის ალყაში მოაქციეს მისი საცხოვრებელი სახლიც. მეუღლე გვიყვება, რომ მას არასრულწლოვან შვილთან ერთად სამართალდამცველებმა პრაქტიკულად თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. დამსვეს, დამარობოდეს, არანაირ არაფერს არ მაძლევდნენ, არანაირ საშუალება არ მქონდა. საფირფარეშოში წყლის დალევა, რომ მიშრებოდა უკვე პირი, რომ ნერვიულობდი, არანაირად არ მაძლევდნენ მაგის საშუალებას. განჩინების და დოკუმენტაციის გარეშე ფიცხელაურის სახლში ცოლის მტკიცებით პოლიციის 10-მდე თანამშრომელი საათების განმავლობაში იმყოფებოდა. გვიან ღამით კი სახლის ფორმალური ჩხრეკა დაიწყეს, მალევე კი ეზოში 3 ვაზნა იპოვეს. ყოველდღიურად გადავაადგილდებით, ყოველდღიურად მარტო ჩემშულს არა აქ ჩვენი მეზობლის ბავშვებიც დადიან, ეს არის არარეალობა, მართლა არარეალობა. ანუ ტყვიები ჩაგიდეს? კი, ტყვიები ჩაგვიდეს. გიორგი ფიცხელაურის საქმე რომ ფალსიფიცირებულია და მისი განეიტრალების სპეცოპერაციაში ყვარლის და თელავის პოლიცია ერთობლივად იყო ჩართული. ეს ფაქტი ადვოკატმა პირდაპირ მტკიცებულებებით დაადასტურა. სისხლის სამართლის საქმეში წერია, რომ მთელი ეს ოპერაცია ყვარლის პოლიციამ ჩაატარა, მაგრამ დგინდება, რომ ავტომობილი, რომლითაც 33 წლის კაცი გაიტაცეს, თელავის პოლიციის თანამშრომელს და ჩვენი ინფორმაციით ამ დეპარტამენტის იმდროინდელი შეფის თემუკა კალანდაძის ნდობით აღჭურვილ პოლიციელს გიორგი ლამაზოშვილს ეკუთვნის. ამ ადამიანმა ეს კაცი უბრალოდ ყაჩაღურად გაიტაცეს. ანუ ბატონ ზურა, იცით რა მაინტერესებს? თქვენ ამბობთ, რომ აი გატაცების სპეცოპერაცია შეასრულა თელავმა სავარაუდოდ და დოკუმენტებში უკვე ყვარელი ჩანს. სავარაუდოდ არა, ეს დადგენილი ყავს სახელებით და გვარებით. პოლიციელის ერთ-ერთი მანქანა გვაქვს, პირადი მანქანა დადგენილი. ეს თელავის პოლიციის თანამშრომელია. მანქანა იდენტიფიცირებულია და გაფორმებული არის თელავის სამმართველოს გამომძიებაზე გიორგი ლამაზოშვილზე. მასთან ერთად კიდევ რამოდენიმე თანამშრომელი იყო.
პოლიცია და პროკურატურა ადვოკატების განცხადებით ახლა ცდილობენ, რომ არაერთ სკანდალში გახვეული ძალოვანის თემუკა კალანდაძის გარემოცვის წევრი პოლიციელის კვალი საქმიდან გააქრონ, მაგრამ გამოძიებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა. დაცვის მხარემ მოიპოვა ვიდეო ჩანაწერები, სადაც 10 მაისს ქარხნის ტერიტორიაზე გიორგი ლამაზოშვილის და სხვა სამართალდამცველების ავტომობილების გადაადგილება იმ დროს ჩანს, როდესაც გიორგი ფიცხელაური შვილის თვალწინ გაიტაცეს, შემდეგ კი ამ ტერიტორიაზე მიიყვანეს, დაკავების ოქმი გააყალბეს და სავარაუდოდ იარაღი ჩაუდეს. პოლიციელებს ეგონათ, რომ ამ ტერიტორიაზე ჩვენ ვერ აღმოვაჩენდით კამერებს, რომლითაც მოვახდენდით იმ დროების იდენტიფიცირებას, რომელი დროებიც მათ გააყალბეს დოკუმენტებში. თუმცა მიმდებარედ არის GVS-ის ქარხანა, რომელი ქარხანაც მოსამართის განჩინებით ამოვიღეთ ვიდეო კადრები, სადაც ძალიან მკვეთრი სიზუსტით საათობრივად ჩანს, რომელ წუთებზე, რომელ საათზე არის ჩამოტარებული ის მანქანა, რომელ მანქანაშიც გიორგია ჩასმული. რუხი ფერის ჯეტა, რომელიც ღვინის ქარხნის სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს, გიორგი ლამაზოშვილს რომ ეკუთვნის ეს ფაქტი ადვოკატმა მომსახურების სააგენტო და გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტებითაც დაადასტურა. გაცნობებთ, რომ მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით თქვენს მიერ მითითებული ნომრით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება რუხი ფერის Volkswagen Jetta რეგისტრირებულია დღემდე გიორგი ლამაზოშვილის სახელზე. ახლა ჩნდება კითხვა, რატომ მალავს საგამოძიებო უწყება ამ ფაქტებს? პროკურატურა ჩვენს კითხვებს არ პასუხობს, ამიტომ გიორგი ლამაზოშვილთან შეხვედრას თელავის პოლიციაში ვცდილობთ. ბატონო ბაჩანა, სად იმყოფება ბატონი გიორგი ლამაზოშვილი? დღეს არ არის სამსახურში. ისვენებს? დიახ. პოლიციელმა ლამაზოშვილმა ჩვენთან შეხვედრა არ ისურვა. თელავის პოლიციის უფროსი ბაჩანა ქურასბედიანი კი ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და შენობის დატოვებას გთხოვს. არა, თქვენ მოგმართავთ, იმიტომ რომ სავარაუდოდ ტყვიები და იარაღი ჩადეს თქვენმა თანამშრომლებმა. თემუკა კალანდაძემ დაგავალათ ეს ყველაფერი. ბატონმა თემუკამ დაგავალათ. ახლა ყვარლის პოლიციის შეფსვე კითხებით, თუ ეს სპეცოპერაცია მისმა თანამშრომლებმა ჩაატარეს, როგორ აღმოჩნდა თემუკა კალანდაძის მეგობარი პოლიციელის ავტომობილში უკანონოდ დაკავებული გიორგი ფიცხელაური. ყვარლიდან წავიდა ჯგუფი? დიახ, რა თქმა უნდა. აბა თელავი რატომ მივიდა? ვინ თელავი რა შუაში? თელავის პოლიცია რატომ მივიდა? არ ვიცი რა საუბარი. გიორგი ლამაზოშვილის თელავის პოლიციის თანამშრომლის ავტომობილი როგორ აღმოჩნდა? მოგახსენეთ ყველაფერი. მე დანარჩენზე ვერაფერზე რაზეც მკითხეთ გიპასუხეთ. იმ თქვენ ერთი წუთი თქვენ ადასტურეთ, თქვენ გამოგკითხათ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. თუ რამეას პრესცენტრს მიმართეთ, კარგად. არა, პრესცენტრს არა, თქვენ მოგმართავთ, ეს კაცი არ აღმოჩენილა იქ და რატომ გააყალბეთ ოქმი? ბატონო გიორგი, რატომ გააყალბეთ? გიორგი ფიცხელაური და მისი ოჯახი კი გაჩუმებას არ აპირებენ. ცოლი გვიყვება, რომ მტკიცებულებები იმდენად ფალსიფიცირებულია, რომ მას დანაშაულის აღიარება და საპროცესო შეთანხმების გაფორმებაც კი შესთავაზეს. თუ დაიბრალებდა, მიუსჯიდნენ წელიწადნახევარს და გამოუშვებდნენ უფრო წელიწადნახევარზე ადრე. და რასაც არ დათანხმდა გიორგი და არც დათანხმდება, იმიტომ რომ რაც თავისი არ არის, რატომ უნდა დაბრალდეს თავის. ვისგან იყო ეს შემოთავაზება? ძალოვანებისგან იყო. გიორგი ფიცხელაურს ახლა 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება, მაგრამ პოლიციელები, ვინც მას სავარაუდოდ იარაღი და მასრები ჩაუდეს, გამოკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ.